ლიდერბეთ, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. ჯეპრას კონკურსი რწყილი და ჭიანჭველას ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასასრულს უახლოვდება. გუშინ პროსპეროს ბუქში კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა. შემოსული 28 ნამუშევრიდან ჟიურიმ ფინალისტი შეარჩია. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით ჟიურის წევრებს ნამუშევრები დანომრილი ფორმით ავტორის სახელისა და გვარის გარეშე გადაეცათ. თუმცა მას შემდეგ რაც საუკეთესო 3 ნამუშევარი ამოირჩა, ფინალისტების ვინაობაც ცნობილი გახდა. ბარბარე მაჭავარიანი, ეთო გზირიშვილი და ზურაბ მარხვაშვილი დღეიდან დამატებით დავალებაზე იმუშავებენ. კონკრეტულად კი შექმნიან ზღაპრის წიგნის ყდის ილუსტრაციას. 3-დან 1 საუკეთესოს ჯეპრას ეჩუქრად A3 ზომის ვაკომის სახატავ პლანშეტს გადასცემს. გარდა ამისა, გამარჯვებულის ილუსტრაციებით დაიბეჭდება წიგნი მცირე ტირაჟით. კონკურსის დასასრულს კი ყველა შემოსული ნამუშევრის გამოფენა მოხდება. PR-ისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ სექტემბერში გამოაცხადა კონკურსი დიზაინერებისთვის, რაც გულისხმობდა იმას, რომ მათ უნდა შეექმნათ ზღაპარწყილი და ჭიანჭველას შესახებ ილუსტრაციები. საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია შემოსული. თქვენ ხედავთ, რომ ჟიურის წევრები განიხილავენ ამ ნამუშევრებს და 3 საუკეთესო გამარჯვებული ვინც იქნება, ეს უკვე გამოვლინდება ცოტა მოგვიანებით. მე მინდა ყველა მონაწილეებს მადლობა გადაუხადო ჯეპრას სახელით და ვუსურვო ვფიქრობ, რომ ზოგადად არის ძალიან კარგი კონკურსი და მადლობა მინდა უთხრა ჯეპრას კომპანიას, რომელმაც მოიფიქრა ეს ღონისძიება. თვითონ სიუჟეტი არის ძალიან ისე დამახასიათებელი, აქ არის წყილი და ჭიანჭველაზე ლაპარაკი. ეს არის ცნობილი ზღაპარი, ბუნებრივია, ეს ყველა მიცის ჟიურის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო. თანამედროვე ხედვა, ორიგინალური ხედვა, შემოქმედებითი რაღაც მომენტები, რომელიც რა თქმა უნდა არის ყველაზე მთავარი მახასიათებელი საუკეთესო ნამუშევრისთვის. iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.